რატო ტივტივებს მაგალითად ბოკერია? აი რატო ტივტივებს თამარ შერგოლიაშვილი? რატო ჩანს ეკრანებზე? აი როდესაც არავის არ უყვარს ეს ადამიანი. ანუ არავინ არ აძლევს მათ ხმას, არანაირი რეიტინგი არ გააჩნიათ, არანაირი საყრდენი არ აქვს ჩვენ საზოგადოებაში. მაგრამ ამის მიუხედავად ეკრანებზე რატო ჩანან? ერთადერთი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული გეზი დასავლეთისკენ და თუ დასავლეთისკენ ჩვენ გეზი გვაქვს აღებული, ესე იგი დასავლეთის კრიტერიუმებით უნდა განსაზღვროთ ჩვენ ვინ უნდა იყოს ეკრანებზე. და თუ აი ეს კრიტერიუმები იშლება, მაშინ ბოკერია და ეს ხალხი ვინც ბოლოს 30 წელია ჩვენს ქვეყანას მართავს, ეს ადამიანები გაქრებიან. აი როგორც 91 წელს კომუნისტური ნომენკლატურა გაქრა ეკრანებიდან და ახალი სუვერენული ქვეყნების მანამდე უცნობი სახეები გაჩნდნენ და არავინ არ უსმენდა იმ ყოფილ ცეკას მდივანს ან ვიღაცა სოციალიზმის ასე ვთქვათ მომხრე პოლიტიკოსებს ანალოგიური სურათი დადგება. ამიტომ ამათ არ აწყობთ ახლა იმ იდეის გაუფასურება, რა იდეითაც თავზე დაგვაჯდნენ. ამიტომ ესენი მაქსიმალურად შეეცდებიან რომ რაღაცნაირი შეფასება მოუგონონ, რაღაცნაირად დაგვამშვიდონ რომ დასავლეთის ბრალი კი არ არის კაცო. აი ამ ელჩების, ბიძიების და დეიდების პრობლემა და ბოლი კი არ არის, ჩვენშია რაღაცა პრობლემა. ჩვენ არა ვართ ბოლომდე თავისუფლები, ჩვენ არა ვართ ბოლომდე ევროპელები, რათა იმათი თანასწორი ქვეყანა გავხდეთ. ანუ წავა თვით გვემოა. რაც არის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კატასტროფული რეალობა და ამას რა თუნდა ახლა რაღაცნაირად ჭობა. მოდი ადეკვატურად შევაფასოთ, აი მატერიალურად შევაფასოთ. 30 წელია ამ პოლიტიკას ვატარებთ. საერთოდ ისტორიის თვალსაზრისით, აი 30 წელი არის ერთი საუკუნის მესამედი. 30 წელიწადში, რაღაც თუ რაღაც შევადარებთ, რაღაც ისტორიულ სხვა ეტაპებს, მაგალითად 1910 წლიდან რომ მოუმატოთ მაგალითად 30 წელი, ორი მსოფლიო ომი მოხდა. რაღაც კოლოსალური ცვლილებები მოხდა სამყაროში. და ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით. 30 წელი გვესმის ერთი და იგივე რაღაცა სადღეგრძელოები, რომლის რეალურ რაღაც დივიდენდებში და პრეფერენციებში ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ამის კონვერტაციას ვერ ვხედავთ. რავი, ეს სიტყვები ჩვეულებრივ საშუალო სტატისტიკურ ქართველს არაფერს არ ეუბნება. პირიქით მისი მაცივარი კიდევ უფრო რაღაც ცარიელდება, როგორც ხო და რო შევადაროთ ჩვენი ყოფა, რაღაც უარესობისკენ, რეგრესისკენ მიდის ეს ყველაფერი. ამიტომ ეს არის ახლა მათთვის რა თქმა უნდა კომფორტული მდგომარეობა, როდესაც შენ უბრალოდ რაღაცა სიტყვას მათ მიმართ კეთილ დამოკიდებულებას დებ ერთ მხარეს და მეორე მხარისგან ითხოვ მაქსიმალურად მათი გეოპოლიტიკური სტრატეგიული ინტერესების გატარებას, რაც დიდწილად წინააღმდეგობაში მოდის ჩვენ სუვერენულ ინტერესებთან. ეგ მომგებიანი პოზიცია.